ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობის განცხადებით უნდა მოხდეს დიდი შერიგება და 150-მა დეპუტატმა, რომელიც მოსახლეობამ აირჩია, საერთო საქმე უნდა აკეთოს. ჩვენთან არჩევანი არ იყო პარტიებს შორის არჩევანი. პირდაპირ გეტყვით. აქ იყო აბსოლუტურად სხვა რამეზე იყო ეს არჩევანი. ჩვენთან ქართველმა ხალხმა დააფიქსირა ოჯახური სიწმინდე. ეს არ იყო პარტიებს შორის ბრძოლა. იყო ერთ მხარეს იყო ღმერთი, მეორე მხარეს პური. ნაწილმა პური აირჩია, მაგრამ იმედია მივხვდებიან და საქმეზე რომ მიდგეს, ჯერ კიდე გვიანი არ არის და დადგებიან იქ, სადაც ღმერთია. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ რა, არ შეიძლება ან პარტიებად დავიყოთ, ან ესე ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს და მილიონზე მეტმა კაცმა აირჩია ღმერთი. ალბათ გონება რომ გაიხსნება და თითქმის უმეტესობა აირჩევს რა ღმერთს. ხო? და რას ეუბნებიან ამბათ, რომ მასე არა, მე გადავწყვიტე რომ მასე არ იყოს და საქართველოში მასე არ არის. ვერ მოესწრებით რა. ვინც საქართველოს დაეჯახა, კარგად ნახო რა, დღესაც ქვეყნებში რა ამბები აქვს და ფრთხილად იყვნენ. ჩვენ ახლა იმათვისაც ვloculობთ, შეცდომილები რომ არიან, იმათვისაც ვloculობთ და თუ არა ნახავენ ღმერთის ძალას, ქართველებთან ღმერთია. ორივე მხარესთან რა, სამწუხაროდ მხარეებია და ორივე მხარესთან და ერთის ლამაზია, მეორის ლამაზია. 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენეთ რისთვისაც ავირჩიეთ ყველას ერთად და ერთობით ერთად აკეთონ კეთილი საქმე.